მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, მცირე მიმოხილვას გავაკეთებთ მიკოტოქსინებზე, აფლოტოქსინზე და კონკრეტულად ემირთ აფლოტოქსინზე. აფლოტოქსინი არის მიკოტოქსინების ერთ-ერთი სახეობა. მიკოტოქსინები არიან ობის სოკოების მეორეული მეტაბოლიტები. ეს ტოქსიკური მეტაბოლიტები ძირითადად გვხვდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში, თხილეულში, მარცვლეულში და ასევე ცხოველის საკვებში. ამ პროდუქტების დაბინძურება ძირითადად ხდება შენახვის პირობების დარღვევით, მაღალი ტენიანობით და მაღალი კლიმატის პირობებში. არსებობს 4 ტიპის აფლოტოქსინი: B1, B2, G1 და G2 აფლოტოქსინები. ყველაზე გავრცელებული არის B1 აფლოტოქსინი. ეს არის საკმაოდ ტოქსიკური და ცხოველისთვის საშიში. თუ ცხოველი მოიხმარს B1 აფლოტოქსინის შემცველ საკვებს, ის საზიანოა როგორც მისი ჯანმრთელობისთვის, ასევე წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის მაღალ რისკს. რძის წარმომქმნელ ცხოველებში B1 აფლოტოქსინის მოხვედრის შემთხვევაში ხდება B1 აფლოტოქსინის მეტაბოლიზირება M1 აფლოტოქსინში, რომელიც გროვდება ცხოველის რძეში. M1 აფლოტოქსინი გვხვდება არა მხოლოდ ნედლ რძეში, არამედ პასტერიზირებულ რძეში, იოგურტში, ყველში და ჩვილ ბავშვთა ფორმულაშიც. ეს იმიტომ ხდება, რომ M1 აფლოტოქსინის მოშორება ვერ ხდება რძეში გადამუშავების შედეგად და ვერც პასტერიზირების შედეგად. ამიტომ ის წარმოადგენს მაღალ რისკს M1 აფლოტოქსინის მაღალი ტოქსიკურობის გამო. ზღუდად დასაშვები კონცენტრაციები რეგლამენტში მკაცრად რეგულირდება. ასევე M1 აფლოტოქსინის იდენტიფიცირება ვერ ხდება ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით, ანუ სუნით, გემოთი და ფერით. შესაბამისად, ის ადამიანისთვის ფარულ რისკს წარმოადგენს, ანუ ფარულად სახიფათოა. M1 აფლოტოქსინის განსაზღვრა ხდება სანდო მაღალმგრძნობიარე ანალიტიკური მეთოდებით. ერთ-ერთი ანალიტიკური მეთოდი არის იმუნოფერმენტული ანალიზი, რომელიც სრულად პასუხობს რეგლამენტით გათვალისწინებულ სრულად დასაშვებ კონცენტრაციებს და არის მაღალმგრძნობიარე და მოქნილი მეთოდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საწარმოებისთვის, ისეთი ტიპის საწარმოებისთვის, რომლებიც აწარმოებენ რძეს და რძის პროდუქტებს, რადგან სწორედ რძე და რძის პროდუქტებიდან ხდება ადამიანის ორგანიზმში M1 აფლოტოქსინის მოხვედრა. საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია 7-მდე კვლევას მოიცავს, როგორც რძის პროდუქტებზე, საკვებ პროდუქტებზე, ცხოველის საკვებზე, ISO სტანდარტების მიხედვით ერთ სივრცეში. პროდუქციის ხარისხის კონტროლი და მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვა დღეს არა მხოლოდ ჩვენი არჩევანი, არამედ აუცილებლობაა.